ამ ფონზე ოპოზიციას რა შანსი აქვს და რა უნდა ქნას? ყველა ლიდერს იჭერენ, აკრძალავს უპირებე. კი ვაკრიტიკებთ ხოლმე ოპოზიციას, მაგრამ ამ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? საერთოდ რა შანსი აქვს? მაგრამ არჩევნებში უნდა მიიღოს, რა უნდა ქნასო და ყველა ლიდერი თუ ციხეში ყავს, პარტიების რეგისტრაცია თუ გაგიუქმეს, არჩევნებში როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა? აი, როცა არ იყო გაუქმებული ბუდიში, მაშინ ხო გვაგავს ანგრევდნენ არჩევნებს 24-ში. სანამ არ შედეგი და სანამ ეხა არ დამთავრდა და აპოკალიფსი არ არის, მანამდე სულ რაღაც მიზეზებს ეძებენ. კონკრეტ ოპოზიციას თავისი შეცდომები უდგება წინ, რა უნდა გააკეთოს და ჩემი აზრით პირველი რაც უნდა გააკეთოს, აი ამ ჭინთვებს რო გაერთიანებაზე უნდა შეეშვას. მარტივი რამე არის ვერ შედგება ვერანაირი გაერთიანება სააკაშვილთან ერთად, სადაც სააკაშვილი არ იქნება მთავარი ფიგურა. სააკაშვილი არა, ეგრე არ არის რა. მუდმივი ჭინთვები არის რაზე რა. ვინ იქნება იქ მთავარი ფიგურა? სააკაშვილი გეუბნება რომ მე უნდა ვიყო, მორჩა, მეტი არაფერი არ მანდ. არჩენ, მე თუ არ ვიქე დაქცეულ ხარ ცუყველა რა. ან უნდა გაემიჯნო, ან უნდა აღიარო. ორიდან ერთ ჯერ ეს თემა უნდა მომთავრდეს. სანამ ეს თემა არ დამთავრდება. არა, აღიარო ლიდერად. ხო, ან უნდა აღიარო ლიდერად, ან უნდა გაემიჯნო. მესამე აქ არ გამოდის. აი თან ვიქნები და თან არ ვიქნები და თან გავლანძღავ და თან ვანგინებ და თან ჩემიანე თან ვისიხმები მინდა ეგ ამბავი არ გამოდის რა. ერთი რაღაცა ჯგუფი უნდა გამოყალიბდეს სააკაშვილის გარშემო, ვინც იქნებიან, დარჩებიან, მოხალხე მოუმართოს, დანარჩენება უნდა მიხედოს საკუთარ თავს და ალტერნატიულ ფორმატებზე იძლა. არ გამოდის ეს ერთობა. რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი? 2016 წლიდან ეს იწილო მიმდინარეობს, ხო? კარგი, ეგრე მოხდა. 10 წელი ამბობ ეგრე მოხდა, მე რა ხდება? ბიჭო, მე არის უნდა დაჯერენ და ვის რა რესურსი აქედან ახლა მედალაშა რა უნდა უთო მე არ ვიცი პარტიებს რა რესურსი უამრავი რამე არის გასაკეთებელი უამრავი რამის გაკეთება შეიძლება იმისათვის რომ პრობლემა ის კი არ არის საქართველოში ვის ხელისუფლება მოსწონს არა ერთი წუთი აი რა შენი ჭირი მე რა 90% დაბორიალობენ ზევითქვევით ვინ რას იჭერენ ნუ გადამრიეთ ახლა მართლა რა ვისაც იჭერენ რა ლიდერებს აი გაჩერდით რა ხალხო რა დაბორიალობა დადიან ზევითქვევით ამდენი წლის განმავლობაში 5% ვერ დადო ვერც ერთმა ლიდერმა რეიტინგი ხა მაგას ხელისუფლებას აბრალებს თუ საკუთარ თავს კაცო მესმის რო ადვილი არ არის რა საქართველოში კიდევ ერთხელ ვიმეორებ დემოკრატია ევროპული არ ყოფილა და ოპოზიციურ ლიდერებს ყოველთვის მძიმე მეტნაკლებად მძიმე სიტუაციებში ამაზე ვარესებიც მინახავს ამაზე უკეთესებიც მინახავს ვითარება ოღონდ დღეს ოპოზიციას აქვს პირველი დილემა გადასალახი რა მისი დამოკიდებულება სააკაშვილთან იმიტომ რომ ამას მიაქვს 80% ხო ეთერებს გადახედე რაზე ვლაპარაკობთ ხო მიშამის დაწერა აქედან ის გამო ბიჭო გამთავრონ რა ეს ამბავი ან არიან სააკაშვილთან ერთად, ოღონდ ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ლიდერი სააკაშვილია, ვინც იქრჩება, ან მოდიან და რაღაცას თავისას აკეთებენ რა. სააკაშვილის გარეშე. გაიყოს რა ესპექტი. არ გამოდის სხვანაირად. რა ვერ გაიგეს ამ ადამიანს. სააკაშვილი არის ასეთი. სააკაშვილის ახლა ვერავინ ვერ შეცვლის. სააკაშვილი არის ასეთი. ან ჩემთან ხართ, ან დავაქცევ ყველაფერს. ან ჩემს იქით ყველა წყალს აუღია, ხო? გაეშვან რა. არ დამთავრდა ეს 10 წელია. მიშა იქით, მიშა აქ იმისია ეს და ერთად ვართ, არ ვართ, არა ის ლიდერი, არ არის ლიდერი. თუ ალიანსში ხარ? კეთილინებდა ჩამოყალიბდი რა. არის სააკაშვილი ალიანსის ლიდერი თუ არ არის გაემიჯნონ ალიანსი. არა, ეგ პროცესი მე მგონი დაწყებულია და გასულია დაუმთავრდება. სანამ არ დამთავრდება ეს პროცესი, ხო? ვერანაირ მეორე მთავარი ამოცანა არის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ხალხმა. ნეგატივზე აგებული 28 წელია ამას ვიძახი და ოპოზიციის მუდმივი მეც რო ოპოზიციაში ვიყავი ნაციონალური მოძრაობის დროს შევარდნალის დროს იგივე შეცდომა იყო სულ ნეგატივზე აგებული კამპანია. სინამდვილეში მიშამაც იმითი გაიმარჯვა რომ პოზიტივი შემოაგდო 2002-3 წელს. და მიშა დაუკავშირდა მარტო იმას კი არა შევარდნაძე არ ევასებოდა და იმას ებრძოდა. პენსიების საკითხი, შუქი, დენის, ყველაფერი რაც მაშინ პრობლემური იყო, მიშას ჰქონდა პასუხი. დანარჩენები რაღაცა იმაში იყვნენ პოზებში.
პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, ვერ შეიქმნება ეს პოზიტიური დღის წესრიგი, სანამ ეს თავარი საკითხი არ გადაიჭრება სააკაშვილთან დაკავშირებით. სანამ ოპოზიცია ამას ვერ გადაწყვეტს, იქნება სულ მუდმივად ეს ჭინთები. კი ბატონო, მაგრამ მე რა იქნება როგორ გონი? ანუ ალტერნატივის რეალური ძლიერი ალტერნატივის ჩამოყალიბების შანსს ხედავ ამ ვითარებაში. სააკაშვილი ერთხელ, მეორე მხრივ ივანიშვილი ყველას იჭერს, ყველას გზავავს. აი როგორ წარმოგიდგენია, მოკლედ მომითხრა სულ 1-2 წუთი ვაკ. კი ბატონო, ნუ მე შევეცდები რაღაცა ფორმულის სახით გითხრა რა. ჩვენი პოლიტიკა არის ბელადო ცენტრული და ბელადები ვინ არის მთავარი ბელადი ეს არის რა. ანუ ბელადო ცენტრულია. ბელადო ცენტრულის მაგერად უნდა იყოს მოქალაქე ცენტრული, ანუ ადამიანო ცენტრული, მოდი როგორც გინდა დავარქოთ ეს. და ვიდრე ეს არ გახდება გასაგები, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, არა მარტო მათთვის, საზოგადოებისთვის, ვიდრე საზოგადოება არ ეძებს გადამრჩენს, ვიდრე პოლიტიკაში ბრძოლას ხედავს რაღაც ორი გმირის, ან ერთი გმირის, ერთი ანგელოზია, მეორე დემონია, ვიდრე ამ ფორმულებში ხედავს და გასართობის საშუალება და არ შეიცვლება ეს გართობა, ასე ვთქვათ, გლადიატორების ბრძოლა, რა ვიცი, რა მოვიდა, რა შედარებები მოყვან. მანამდე ვიქნებით ამ მოჯადოებულ წრეზე. რატომ? იმიტომ რომ ეს პარტიები ცდილობენ ვინ არის, რომელი პარტია და რომელი პარტიის ლიდერი არის წამყვანი და ეხლა ეს თამაში როგორ უნდა დამთავრდეს? თვითონ პარტიაში უნდა არსებობდეს დემოკრატიული პროცესი და ზოგადად დემოკრატია კარგი სიტყვაა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები იცვლებიან. ეს ნიშნავს, რომ ხალხი ირჩევს. პარტიებში იცვლებიან. თუ აკრძალა ეს პარტიები და თუ აკრძალეს, ეხლა გავიგე, ნუ ეხლა თუ აკრძალეს და რა ქვია და ესეთ ტერორი დაიწყეს და ტროცკი გააცოცხლეს და რაღაცა კონცლაგერი გააკეთეს და რაღაც გასაგებია, მაშინ სხვა ტიპის წინააღმდეგობა იქნება ამ ქვეყანაში. ჯერჯერობით მათ შორის აი ამ ეგეთი სცენარით ვიღაც დაჭერა, არ დაჭერა, პერსპექტივა რომ შეცვალო ხელისუფლება არჩევნების გზით, ეს პერსპექტივა მაინც არსებობს, არსებობდა ადრეც. იმის წინაც არსებობდა და ყოველთვის გვესმის რომ შეუძლებელია და 90-იან წლებიდან მესმის ეგა მაგალითად 90 წელს ამბობდნენ გარკვეული ჯგუფები პოლიტიკური რომ არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა კომუნისტებს როგორ მოუგო კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში როგორ მივიღოთ მონაწილეობა და სულ ვიღაცა არის რომელიც ნიშნავს არჩევნებს და იმ არჩევნებში არ მონაწილეობდა და მოდიან ვიღაცები რომლებიც მერე გაიძულებენ რომ ისაქნა თავი გავარდე და გადახტე ხრამში რა და ეხლა ხო უნდა მიხვდეთ რომ რაღაცაშია საქმე და საქმე იმაშია რომ არც პარტიებია რეალურად ორიენტირებული რაც ახლა ირაკლიმ თქვა დღის წესრიგზე შეიძლება სხვადასხვანაირადაც ითქვას რომ არ არიან საქმეზე რეალურად ორიენტირებული ისინი არიან ორიენტირებული ტრადიციულად როგორ დაამარცხებენ გმირულად ვიღაცას და რაღაც საშინელი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ და როგორ მოდიან ძალაუფლებაში, მაგრამ ეგ არის მიზანი, რომ მოვიდნენ ძალაუფლებაში და არა ის არის მიზანი, რომ რას აკეთებ, რომ მოდიხარ იმ ძალაუფლებაში, რა გეგმები გაქვს და რა კონკრეტული გეგმა გაქვს და ამ თამაშის წესს ჩვენი საზოგადოება ყლაპავდა, ჭამდა. ეს იყო მისთვის მისაღები, მაგრამ გაიზარდა ეს ხალხი რა, ჩემი აზრით რა, ეს ახალგაზრდები განსაკუთრებით გაახილეს თვალი და შეეცვალა მიხვდნენ რომ ეს არ არის საკმარისი მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევცვალეთ კულტურა ეს კულტურა პოლიტიკური რომელიც ნიშნავს სხვა რამეს აი გამოსავალი ეგ არის ეხლა წინააღმდეგ შემთხვევაში რა არის იცი მაშინ უნდა გავიჭედოთ და დავდგრეთ და უყუროთ აგური სახურავი რომ გადმოვარდება და თავში დაგვეცემა რა ამ ლოგიკით ხო არ ვიცხოვროთ უნდა იმოქმედო და მე რა იქნება ეს ამას დრო გაჩვენეს მაგრამ სწორედ უნდა იმოქმედო რა ეხლა დანარჩენი კომბინაციები მე რა ბუდის გიხდი რა დანარჩენი კომბინაციები არის ჩემი აზრით გაცვეთილია უკვე იმდე მილიონჯერ არის ნატო მილიონ კიდე 5 მილიონი დავამატოთ რა უნდა ვქნათ ის იჭერს აბა ბიზინა აბა მიშა და აღარ დავიღალეთ კაცო ამ ბიზინა მიშა გრიშა რაღაცა ეგ ხო არ არის მთავარია პროცესი ხო